ხანდახან ვჯდები და ვფიქრობ, თამაშები სრული ჯადოქრობა, ტექნიკურობის თვალსაზრისით, მაგრამ რატომ მიზიდავს ზოგი სრულ უაზრობად მიმაჩნია. მახსოვს ბავშვობაში მამაჩემმა დენდი მიყიდა. ეს პოსტსაბჭოურ სივრცეში გავრცელებული ნინტენდოს არალეგალური ასლი იყო. 4 წლის ვიყავი და მაშინ მარიოს თამაშობდი. პიქსელები, იქ კვადრატები იყო სახეების მაგივრად, მაგრამ მაინც ვიყავი ჩართული, როგორც შეპყრობილი. ახლა კი 4K გვაქვს, RTX-ი, გრაფიკა, ლამის ცხოვრებაზე რეალურია. მაგრამ 1 საათში უკვე მტკნარებას იწყებ. თუმ რატო თამაშები სულ უფრო რეალისტური ხდება, წესით უფრო საინტერესო უნდა იყოს, მაგრამ არა, რატომღაც ტენდენციები ინდუსტრიაში საპირისპიროს აჩვენებს. მოდით ერთად გავცეთ ამ კითხვას პასუხი. არც ისე ტრივიალურია და გპირდებით საინტერესო ვიდეო იქნება. ეს რეტრო დილეტანტია. მოთავსეთ კომფორტულად და დავიწყეთ. გრაფიკა როგორც შენობის ფასადია. გარედან ყველაფერი ლამაზი შეიძლება იყოს, მაგრამ შიგნით რა ხდება? აიღეთ მაგალითად Doom 2016. შევარდები არენაზე, ანადგურებ დემონებს. მიკ გორდონის მუსიკა ყურებში გირთხავს, თითქოს მაგარი მეტალის კონცერტზე ხარ. შვიდ მომენტებში კი პულსაცია, არენაზე რიფები, რომლებიც სიზილს გიდუღებს. ამ რიტმის გარეშე რვაკა გრაფიკაც უბრალოდ ფონი იქნებოდა. ახლა ავიღოთ ტეტრისი, Game Boy-ზე, კუბიკები, შავთეთრი ეკრანი, სიუჟეტი ნული, მაგრამ როგორ გიზიდავს, აწყებ ხაზობს, ტვინი кайფობს. დრო გადის, ფიკა დარწმუნებული ხართ, რომ ტეტრისში გრაფიკა და სიუჟეტი გჭირდებათ? ეს კონცენტრირებული თამაშია. ზედმეტის გარეშე, ეს არის ის, როგორც უნდა გამოიყურებოდეს თამაში. კონცეპტი და მისი რეალიზაცია. მაგალითად ნოუშა, ეს პიქსელ არტია, თითქოს 90-იანებიდან, მაგრამ ყოველი ტყვია, ყოველი აფეთკება, ფიზიკა, რომელიც გიპყრობს, გეიმპლეის ასოცხლებს თამაში და არა შეიდერები. ყველაზე მაგარი თამაშები მაშინში იქმნებოდა, როდესაც წარმოებლები აპარატული შეზღუდვის კედელს ეჯახებოდნენ. აი მაგალითად Metal Gear Solid PlayStation პირველზე ტყვის ასახვა ძალიან რთული იყო. კაჯიმა ამბობს, კარგი, არ ვისროლოთ, მოდით დავიმალოთ და შეიქმნა სტელსის ჟანრი. შეზღუდვა? ეს შეზღუდვა რო არა, ჟანრი არ გვექნებოდა. ან მაგალითად Silent Hill PlayStation პირველზე, რომელსაც არ შეეძლო დეტალური ქუჩები და არქიტექტურა აისახა. დაამატეს ნისლი, რომლის იქეთაც არაფერი ჩანდა, შესაბამისად დატვირთვაც მოიხსნა. ეს ნისლი გახდა დამახასიათებელი სერიისთვის. ის აძლიერებს ამოუცნობის შიშს და აშინებს უფრო ძლიერ ვიდრე ნებისმიერი 4K ტექსტურა. ან თამაში The Thief. Looking Glass შეეძლოთ ექშენი გაეკეთებინათ ხმლებით, მაგრამ თქვენს არა, მოდით სტელსი იყოს. და გააკეთეს თამაში, სადაც ხმა თვითონ მექანიკაა. ისმენ როგორც აცემინებს კულელი კუთხეში და ფიქრობ, დროა გავქრე. გავსე შეზღუდვების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. იცით რატომ არის Nintendo 3DS-ი და Nintendo Switch უბერებელი? რადგან ისინი თამაშის პროცესია ორიენტირებული და არა RTX-ზე და გრაფიკაზე. როცა 3DS-ი ხელში ავიღე, გავოცდი. ორი ეკრანი პლასმასი ჭრიალებს, პიქსელები ჩანს, მაგრამ რა მაგარია. თამაშები იქ როგორც მოკლე მოთხრობებია. გაიარე თავსატეხი 15 წუთში. დახურე კონსოლი და მიუბრუნდი რუტინას. A Link Between Worlds დანჯები 20 წუთიანია, მექანიკები თავიდანვე ხელმისაწვდომია, გრძელი სიუჟეტი არაა, იდეალურია პორტატივისთვის. ამოიღე და ითამაშე. ფიკა არა უშავს. პიქსელ არტი, სტილიზაცია იმდენად კარგია, რომ უბრალოდ თვალებს უხარია. Nintendo Switch-იც იგივეა, მაგალითად Breath of the Wild-ი. ღია სამყარო, წუთებში შეგიძლიათ თავგადასავალი იპოვოთ. ის არაა გრაფიკაზე, თუმცა სტილისტიკა და ვიზუალური ესთეტიკა უმაღლეს დონეზეა და არასდროს დაბერდება. ის იმაზეა, თუ როგორ გიზიდავს კონცენტრირებული თამაშის პროცესი. ან მაგალითად Kirby, იგივე 3DS-ზე. ძალიან მარტივი, მაგრამ ყოველი ტური, ყოველი ლეველი უბრალოდ იდეების კოლეიდოსკოპი. გრაფიკა, ხო, მულტფილმის მაგვარია, მაგრამ ხიარულია, თვითონ პროცესია ხიარული. ყველაზე კარგი გრაფიკაც კი დროთა განმავლობაში ბერდება. აი მაგალითად Crysis 2000-იანების დასაწყისში. ყველა ყვიროდა, ვაიმე, Crysis-ი, სასწაული გრაფიკა. ახლა უყურებ, კარგია, მაგრამ აღარ არის ამაღელვებელი. თითქმის ნახევარი AAA თამაშებისა, რომელიც 10 წლის წინ იყო უბრალოდ სასწაული, დღეს ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ ეს ნორმალურად. Gameplay ეგ სულ სხვა ამბავია. ეგ საერთოდ არ ძველდება. აიღეთ მაგალითად Super Mario Bros 80-იანებიდანაა. პიქსელები ისე ჩანს, თითქოს ფანქრით არის დახატული, მაგრამ 20-25-იც აიღეთ joysticks და დიდი სიამოვნებით ითამაშებ. დარბი ხარ, დახტი, რატომ?
იმიტომ რომ მექანიკები უკვდავია როგორც კარგად დაწერილი სიმღერა. მით უმეტეს მიამოტოს მიერაა შექმნილი. მან კი იცის რა არის კარგი გეიმ დიზაინი. აბა პირველი 3D თამაშები ჩარდეთ მისი დროისთვის სუპერ გრაფიკით, უბრალოდ თვალები აგეწვებათ. საპირისპირო ბანაკშია თამაში პორტალი. გრაფიკა, კუბები, კედლები, ცოტა ნაცრისფერია, მაგრამ პორტალების მექანიკა ეს ხომ გენიალურია. ბიჭებმა Valve-დან მხატვრებზე კი არ დახარჯეს ფული, არამედ თამაში გააკეთეს, რომლის თავსატეხები უბრალოდ ტვინს აგიდულებთ. აიღეთ მაგალითად თამაში The Worms, პიქსელები, ჭიანჭველებით პატარა ბიჭები, მაგრამ მეგობრებთან ერთად ისე ვერთობოდით, რომ დროის თვლას ვკარგავდით. ან Stardew Valley, გრაფიკა როგორც 16 ბიტიანი SNES-იდან, მაგრამ აიღებ, დარგავ მარწვს, თევზაობ და უცებ 3 საათი გაქრა. ეს გეიმპლეია, ატმოსფერო, რომელიც გულს გიხსნის და არა უბრალოდ გრაფიკა. არასწორად არ გამიგოთ, მეც ძალიან მიყვარს გრაფიკულად დახვეწილი თამაშები და ძალიან ხშირად ვთამაშობ. უფრო მეც ვთამაშობ გრაფიკულ თამაშებს, ვიდრე ექსპერიმენტალურს, მაგრამ ერთ რაღაცას ვამჩნევ, რაც უფრო მეტი რესურსი მიდის გრაფიკაში, მით უფრო ნაკლები რესურსი მიდის თამაშის ინტერაქტიულობაში. თანამედროვე თამაშები სტატიკური გახდა, მათში არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. ეს არის ერთგვარი ნახატი, რომელსაც უყურებთ ტკბები, მაგრამ ურთიერთქმედება მასთან არ შეგიძლია. ლამაზი გრაფიკულად დახვეწილი თამაშებით, კინემატოგრაფიული სცენებით მარტივად იყიდება, როდესაც მომხმარებელს აწვდი ნახე რა გრაფიკა, ნახე რა პერსონაჟები, უყურებ და იმაზე არ ფიქრობს არავინ ამას როგორ ითამაშებს. დღის ბოლოს ჯდები და ფიქრობ. რატომ არ მსიამოვნებს თამაში? აი, არ ქონიათ ეს შემთხვევა, ყიდულობთ ახალ გრაფიკულად დახვეწილ თამაშს, რომელიც ძალიან გინდოდათ, რთავთ და რატომღაც სიამოვნებას არ ღებულობთ. რატომ? იმიტომ რომ თქვენ ერთი და იგივე თამაშს თამაშობთ. არა აქვს მნიშვნელობა სხვადასხვა მწარმოებლისგან, სხვადასხვა გრაფიკით, მაგრამ რაც უფრო რეალისტურია თამაში, ცხოვრებასთან მიახლოებული, უფრო ერთფეროვანი ჩნდება ყველაფერი. თითქოს და 5-ის ნაცვლად ერთ თამაშობთ. ეს გლით ფიზიკურად. ამიტომ ყოველთვის უნდა სცადოთ ახალი ჟანრები. ან თუ რაიმე გრაფიკულად დახვეწილს ან დიდს თამაშობ სხვილი კომპანიებისგან. ყოველთვის გააზავეთ ის მცირე ექსპერიმენტალური პროექტებით, რითაც უბრალოდ სავსეა ბიბლიოთეკები. და ბოლოს, რომელია ყველაზე პოპულარული თამაში დედამიწის ზურგზე? სწორია, Minecraft-ი. რატომ 100%-იანი ინტერაქტიულობა, სრული თავისუფლება, წადი, გააკეთე რაც გინდა, დაშალე რაც გინდა, ააფეთქე რაც გინდა, ააშენე რაც გინდა, სრული თავისუფლება. გრაფიკა Minecraft-ში ცოტა სასაცილოა. თუმცა არის ახლა მოდიფიკაციები, მაგრამ რეალურად ეგ მოდიფიკაციები რაღაც კონკრეტულ ნაწილზე მოქმედებს თამაშისა, იმიტომ რომ თლიანად ეს შეიდერები რო მოაცვა ყველაფერს თამაში უბრალოდ გადაგეწვება თქვენი კომპიუტერი. გვირდით, რომელი თამაშები გვახსოვს? ახსოვს თუ არა ვინმეს Crysis-ი, აი როგორც კარგი თამაში. Crysis-ი ყველას ახსოვს როგორც გრაფიკული ბენჩმარკი, რომელიც თითქმის არსად არ ირთვებოდა. RDR 2, გრაფიკა RDR 2-ში PlayStation 4-ზე გამოდიოდა, სტილიზაცია, ფერის სწორი შერჩევა, შუქჩრდილზე მუშაობა და ვიზუალური შეიდერების ესთეტიკა. ამით ცოცხლობს RDR-ი. Elden Ring-ი, უბრალოდ სად ხედავთ აქ გრაფიკას, მაგრამ ვიზუალურად ეს უბრალოდ გაცოცხლებული ნახატია, რაღაც ვან გოგის, რემბრანდტის ფერებს ძალიან წააგავს, გოთიკური თავგადასავალი, რომელიც არასდროს დაბერდება. ეს მოკლე ვიდეოების ახალი ფორმატია არხზე, სადაც მე უბრალოდ გიზიარებ ჩემს შეხედულებებს. იმედია მოგეწონებათ. თუ გაინტერესებს ასეთი კონტენტი, დაწერეთ კომენტარებში. ასევე დაწერეთ კომენტარებში, რა აზრის ხართ გრაფიკაზე. მოდით ერთად ვიმსჯელოთ და რა თქმა უნდა, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. იყო რეტრო დილეტანტი. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.